დიდი სიყვარულით და კვლავ თავარი მაჩვენებელი ჩვენი ღმერთთან ახლო ყოფნისა ის არის რომ ჩვენ ერთმანეთის სიყვარული გვაქვს და ამ ცნებას აღვასრულებთ. ვიყვარებოდეთ ურთიერთას, ვიყვარებოდეთ ურთიერთას აზრით, სიტყვით და საქმით. ამ სიყვარულში ყოველთვის იქნება ბრძოლა, იმიტომ რომ სიყვარული ყოველთვის ისეთი დიდი ენერგიაა, რომ იგი ყოველთვის ირიბა თუ პირდაპირ იზიდავს ბრძოლას და განსასწრებს. იგი ყოველთვის სიყვარულის გამოვლენა, ხორცშესხმა ყოველთვის ნათელი ჭრდილს აუცილებლად ბადებს. ჭრდილი იქნება ყოველთვის. ეს ჭრდილი არ მოისვენებს. ეს ჭრდილი იქნება. მაგრამ ნუ შეგვაშინებს ეს, იმიტომ რომ ქრისტე ღმერთი მოწყალეა. იგი არის ამ ჭრდილის ნათელად მქცეველი. იგი არის ის, ვისაც შეუძლია რომ თლიანი სურათი აჩვენოს ადამიანს თავის ცხოვრებისა. ჭრდილი და ნათელი, ნათელი და ჭრდილი, ნაწილი და მთელი, მთელი და ნაწილი, დანაწევრება და სიმთლიანე, ანალიზი და სინთეზი, ცალკეული მონაკვეთები მისი ცხოვრებისა და ფრაგმენტები და მთელი მისი ცხოვრების ჰორიზონტი გაუმთლიანოს და მისცეს მას ჭეშმარიტების საკენ მისწრაფების ფონზე. ვინც ჭეშმარიტებას საკენ მიისწრაფის, იმას ნუ ეშინია ჭრდილის. თუ შენ ჭრდილის გეშინია, თუ შენ ღალატის გეშინია, ბოროტების გეშინია, გამყიდველობის გეშინია, თუ შენ გეშინია მოწინააღმდეგების ბრძოლების, მაშინ ჭეშმარიტება შენ ვერ შეიცნო. იმიტომ რომ ჭეშმარიტების შემეცნების ღირსი და ღმერთთან მისვლის ღირსი მხოლოდ ის არის, ვისაც არ ეშინია ჭეშმარიტებისთან მისვლა და არ ეშინია და სიმამაცე და სიმხნევე აქვს. იცის რომ იქნება ბრძოლა, იქნება დაცემა, იქნება წამოდგომა, იქნება მწარე გამოცდილება. მაგრამ იცის ერთი რომ მან გაიღვიძა. ეს დიდი ჭეშმარიტება იცის რომ მან გაიღვიძა, ჭეშმარიტება შეიცნო და ჭეშმარიტებამ გაანთავისუფლა და გააღვიძა იგი. გაიღვიძე, მაშინ ვეღარ დაიძინებ. ქრისტეში თუ ერთხელ გაიღვიძე, ვეღარასოდეს ვეღარ დაიძინებ. იმიტომ რომ ქრისტე ღმერთი მარადიულ მღვიძარებას აფართოებს და აფართოებს. შენი მღვიძარება კი არ დაკნინდება, შენი მღვიძარება უფრო და უფრო თანდათანობით შეიძლება ნახტომებით არა, მაგრამ მცირედ და მცირედ გაფართოვდება. გაიღვიძე? ლოცვა გინდა? თუ არ გაიღვიძე, ვერ ილოცებ. ჯერ გაიღვიძე და მერე ილოცებ. ისე როგორც უნდა ილოცო. ჯერ გაიღვიძე და მერე შეინანებ. თუ არ გაიღვიძე, ვერ მიხვალ ჭეშმარიტებას და თუ გაიღვიძე, მაშინ შენი გაღვიძება ტოტალური და გლობალური იქნება. სადაც შენ გაიღვიძებ, იმ გაღვიძებულ ხედვაში ყველგან ქრისტეს დაინახავ. დაინახავ რა ქრისტეს, მაშინ შენთვის ყველაფერი სულ სხვანაირი არის. არა ისეთი როგორიც იყო, არამედ შენ როცა ძველად იყავი სულ სხვა, არა, სულ სხვანაირი იქნება. და მადლობს ჩვენს იესო ქრისტეს იქნება შენთანა აც და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამი და თქვენთან ყოველთვის ამი.